სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალ დღეში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. დღეს თქვენთვის ბომბა ვიდეოს გავაკეთებ. იცით, ბოლო დროს ტყეში სიარული შეგვიყვარდა ძმაო. ჩაუყევით ტურისა და მგლის კვალს და როგორც ნახეთ, ბოლოს დიდი კვალი ვიპოვეთ. ეხლაც დაგლეჯინით ცხოველი ვიპოვეთ. კომენტარები წავიკითხე იმ ნაპოვნი ჩონჩხზე ვსაუბრობ. უმეტესობამ ან ძაღლი თქვა, ან მგელი, ან ტახი, ზუსტად რომელი იყო, ვერ გავიგე, ეხლაც არ ვიცი. თქვენი კომენტარების მაინტერესებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი ცხოველი იყო და ბოლოს თქვი, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, აქ ყველაზე ხშირად რომელი ცხოველი ბინადრობს. ეხლა დღისით მივდივართ. წინ არ გამოდიან, ძაღლებთან ერთად მივდივარ. იქნებ ძაღლების ეშინიათ, ან ჩვენ სუნს გზნობენ და გარბიან, არ ვიცი რა ხდება. ეხლა ეს ტურები და მგლები ძირითადად ღამით გამოდიან. ბოლოს ხო თქვით, რომ ფოტოხაფანგს ვიყიდი და აი ბოლოს ფოტოხაფანგით ჩამოვიდა. დღეს ტყეში წავალთ ცოტა ხანში, ფოტოხაფანგს დავაკენებთ. ამ მგლებს ერთ ხაფანგს დაუგებ, იქაც ერთ-ხუთ ზვას დავდებ. ფოტოხაფანგს მის პირდაპირ დავაკენებთ, სადმე მოვათავსებთ. დღეს თუ გაგვიმართლა ღამით რომელი ცხოველი მოვა, ამას დავადგენთ და ამასთან დაკავშირებით ცალკე ვიდეოსაც გავიკეთებთ. ეხლა იცით თუ არა დღეს ტყეში ვის მივყავარ? პირველ რიგში ესკობარი მოდის. იცით, გერმანული ნაგაზები ძალიან სწრაფი და მოძრავი ძაღლები არიან. ქონოსვის გზნობა და სხვა უნარები ძალიან მაღალი აქვს. ძალიან გზნობიარე ძაღლები არიან. ამიტომ გერმანულ ნაგაზ ესკობარს აუცილებლად ეხა წავიყვან. ეს იღბალზეა დამოკიდებული. შეიძლება ეხა შეგხვდეს კიდეც, ამდენი ხანი არ გამოჩენილა. წინასწარ ვერ იტყვი. ამიტომ ესკობარს წავიყვანთ. შემდეგ ძალიან მინდა ნატაშა წავიყვანო, მაგრამ ნატაშა ქალბატონი ოდნავ ორსულადაა და ტკივილები აქვს. არ მინდა მანქანაში ჩავსვა და შევაწუხო. არ გამოვიდა ესკობარი და სკაი გვერდიგვერდ დადგნენ. ოღონდ არ იჩქუბონ. აჰა, ნახე, ხო ნახე. სკაი მაშინვე დაიწყო დომინირება, ეგრევე, შეტევაზე გადავიდა. სკაი მამა ამერიკის ნამდვილი შვილია. სად არის ჩემი ლომი ბიჭი? მაშალა ჩემს სიმპათიურ ბიჭს. ერთი ძურო მიუყვანოთ ესკობარ, ზეინას მიუყვანოთ. ბოლოს მარლა წავიყვანეთ, ეხა ზეინა მიუყვანოთ. კარგი, ზეინა მოვიდეს მეგობრებო. დღეს ესკობართან და ზეინასთან ერთად ტყეში მგლის და ტურის სანადიროდ თუ ღმერთი ინებებს, გავალთ ფოტოხაფანგიც მოდით გაჩვენებთ. ბაბუ რას აკეთებ? ბაბუ გიჟმა გალია დაამტვრია. ეხლა ნახეთ მეგობრებო, ჩვენი ფოტოხაფანგი ესეთია. მე მისი დაყენება და ყველაფერი მოვაწესრიგე. აი ესეთი აპარატია, აქაც დამაგრების მოწყობილობა აქვს. ამას ხეზე სადმე მივამაგრებთ, ხის ხორცის ხუთს დავტოვებ. მერე რაც ღამით მოხდება, ეს ვიდეო ჩანაწერს გააკეთებს და იქიდან დავაკვირდებით. სურათი და ასე შემდეგ შევამოწმე, ისეთი განსაკუთრებული ხარისხის გამოსახულება არ აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იქ რა ხდება, ეს ვნახოთ. შეიძლება ღამემდეაც მოვიდეს, წინასწარ ვერ ვიტყვი, ეხლა არ ვიცი. იქ რო საჭმელს დავტოვებ და წავალთ, დიდი ალბათობით საჭმლის სუნზე პირდაპირ მოვლენ. ასე ვფიქრობ. ისინი აკვირდებიან ტერიტორიას, თუ დაინახეს არავინ არის და უსაფრთხოა, მერე მოდიან იქ ველური ცხოველები, მეგობრებო. ცოტა ხანში წავალთ, ამას დავაყენებთ, იმედია დღისით შეხვდება, მართლა იმედია შეხვდება. უკვე თავიდანვე რაც მინდა გავიგო, გელია თუ ტურა, ეგ უნდა გავარკვიოთ, იმიტომ რომ გელთან ხუმრობა არ შეიძლება, ძალს კი არა ჩვენ შეგვჭამს, გესმის? გელთან ხუმრობა არ შეიძლება. მგლები ჯოგად დადიან. შეიძლება იქ მგელი იყოს, მაგრამ შეიძლება ტურა შეგხვდეს, არ ვიცით. ამიტომ ეს ფოტოხაფანგი გჭირდება რომ გავიგოთ. დღესაც წავედი და ახალი ქვაბი ვიყიდე ბაზარში, მეგობრებო, ჩვენი ძველი ქვაბი ძალიან დიდი იყო. სინამდვილეში ის ქვაბი საკმარისია, მაგრამ ძაღლებისთვის მის ადუგებას და გაცხელებას საათები მჭირდება. მიფიქრე, პატარა ქვაბი ვიყიდო, ძაღლებს დენდელა მივცემ, რადგან უმადაც ვაძლებ და ამასაც ვამზადებ. ეხლა უკვე ამინდი გაცივდა, იცით, ზამთარი მოვიდა და ცხოველები ცოტა უნდა გასუქდნენ. ვიფიქრე, თბილ ქათმის ბულიონს დავლევინეთ, ცხოველები ცოტა გამოკეთდებიან. მოდი ესეც მაჩვენე, მაშალა. კარგად მოხარშეთ, ხედავ როგორ გამომუშვა ჩვენი. მაშალა რა. თაიფუნ ბაბა აკეთებს ამ საქმეს. აი ჩემთვისაც ერთი კოუზი ავირე, ნამდვილი მზარეული გავხდი, შეხედე ამ სილამაზეს, ძმაო. ხედავ ამას. ტყუილად ხო არ ვამბობ, შვილივით უყურებს და ზრდით მეთქი. ისინი ჩემი სულის ნაწილია ჩემო. ზამთარში ესეთ ქათმის ბულიონსაც გაუკეთეთ, რომ ცხოველებს განძლეობა გაუძლიერდეთ, თბილად იყვნენ, ვიტამინები და პროტეინი მიიღონ, ხო გესმის? იმუნიტეტი შვილებს გაუმაგროთ. როგორც უნდა, ისე მოხარშულსაც მივცეთ. იმ სუპერმარკეტიდან რო ვიყიდეთ, იმაზეც ვიდეო იქნება, ნუ ღელავთ. დღეს ვიფიქრე, ამ პატარა ქვაბით ცადო, შემდეგ ჯერზე კი ნამდვილი სუპრისფრის დიდ ქვაბში გავაკეთე. ეხლა ნახეთ, მე შვილებს მოვამზადე, თქვენ იმ დროს თხოთ არ გამაწვილოთ.
გთხოვთ, მხარდაჭერისთვის მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარის დაწერეთ, ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გინდათ რომ თხის ვიდეოს გაგრძელებაც იყოს, კომენტარებში დაწერეთ და ამის მიხედვით გადავიღეთ. იმედია დღეს შევხვდებით, მეგობრებო. მოიცადეთ ზეინაც გავუშვოთ. Sky, мама, იქიდან არ გაიქცევი ხო? სიმპათიურო. Sky, ცოტა ხნის წინ დავის ადგილიდან გაიქცა, ზიკი მოხსნა და მოვიდა. მე აქ გადმოვიყვანეთ, მეგობრებო. Escobar, მოდი აქ. ისევ ფაისალის სკოლაში გაეკიდა, გიჟია, მოდი. ნატაშა, იმ მდგომარეობაში დარბი ხარ, მუცელი წინგა, გოგო. ზეინა, მოდი ზეინა გაუშვა ეხლავე. იტალიის ნამდვილი შვილი, ირბინე, ჩემი ლომი, გოგო. შვილო, ფაისას ხელი არ ახუდ, ესკო, მოდი აქ, ესკობარ. არესიასთან გაიყოლა, სულ ფაისალთან არიან. ზეინა, მოდი, სად არის ჩემი ლამაზი გოგო, ა? სად არის ჩემი ლომი, გოგო? ჩემი გოგომ გელს დაიჭეს თუ ტურს, ლამაზო. სინამდვილეში ზეინა ექტორთან ერთად უნდა წაგვეყვანა. კარგი, მოდი. ეხლა იმედია ესე ცხრებს არ დაესხმება თავს. დიდი ალბათობით წყემს ისევ შეგხვდება. ზუსტად იმ დროს მივდივართ, როცა ის მოდის. მაგრამ იმედია ზეინა ცხრებს არ დაესხმება. თორემ მართლა წყემსთან დიდი პრობლემა გვექნება. დაიცადე ზეინა, აწახვიდე Sky-სთან, მოდი ჩვენთან, მოდი ლამაზო. მაგრამ ნახეთ, ამის ჩვენება დამავიცოდა, მეგობრებო, ნახეთ, ძაღლებმა როგორ დაახჩვეს. ამ თაგვის სიდიდე შეხედე ძმაო. ამის კბილებს შეხედე, დაიცადე, კისრიდან დავიჭერ, ამ კბილებს შეხედე რა. თუ ეს კაც უკბენს, არც ხუს დაუტოვებს და არც ხვის. ეხა იცით ეს თაგვები სინამდვილეში უდანაშაულოდ რო გამოიყურებიან. ისინი ადამიანს ძილის დროს ჩუმად უახლოვდებიან. მათ პირში ანესთეზიის მსგავსი რაღაცა აქვთ. შენს ხურს ჭამენ და ვერ გძნობ. აი ეს თაგვი ზუსტად ეგეთია ძმაო, შეხედე. ამ კბილს შეხედე, ძაღლებითაა, უზარმაზარია, ძაღლებმა ეს დაიჭირეს და დაახჩეს. მართლა გეფიცები, ვიფიქრო თუ ვინერვიულო, ვეღარ მერვიულობ, ამ თაგვებმა უკვე თავი მომაბეზრეს. რატომ მომაბეზრეს? საკვებს ანადგურებენ. სახში დივანი ვიყიდე, დივანი დამინგრიეს. შეიპარება სახში, იქიდან შეუმჩნევლად რაღაცას აკეთებს, ხდები, ძალიან საზიზდარი ცხოველია. კარგი, ეხა შვილებს შევკრებ. გავაგზელოთ იქიდან, სადაც ტყეში გავჩერდით. მეგობრებო, ეხლა ტყეში მოვედით. აი ესე გარშემო აჩვენ, ეს ის ადგილია, სადაც იმ დროს მოვედით, სადაც ჩონჩხი ვიპოვეთ. ეხლა ვფიქრობ, ისევ იმ ადგილას ავიდე თუ არა, მაგრამ მე გადავიფიქრე. იქ რო ვიპოვეთ ძვლები, ცოტა ძველი იყო, აქ რო ვიპოვეთ კი ახალი იყო. ვთქვი, მოდი აქ წავიდეთ და თან იმ ჩონჩხის მდგომარეობასაც შევხედავ მეთქი. კიდე შეჭამეს. იქიდან წიწავავთ, კარგი? ტყეში ცოტა უფრო შიგნით დავაყენე ფოტოხაფანგს, იმედია ამაღამ რამეს დავიჩეთ. ძალიან იმედიანად ვარ. გელია თუთურა, ჯერ ეს უნდა გავიგო ძმაო. ფოტოხაფანგი აქ დავდგი, სასეირნო საბელი აქ დავაბათ, ეხლა ნამდვილი მონადირეები ვართ. ნაჯახიც ავიღოთ ხელში. ნაჯახი მონადირის საქმე არა, უფრო ვიკინგისაა, მაგრამ ჩვენც ვიკინგები ვართ, ასე რომ მიდის. ეხლა მოდი ჩემი ლომებო, მოდი. ახტი. დაიცადე ზეინა, შენ საბელს ავირებ ასე. გადი შვილო, გადი, კარგი. ესკოს ისევ კარხასიათზეა. შენ საბელსაც ასე გაგიკეთებ. კიდე ცუდი ისაა, რომ ეხა ფიქრობ 1-5 ძვლებით როგორ წავიდეთ. ჩვენი პისიც აქაა. ზოგიერთმა დაწერეს პისისთვის ადგილი გააკეთე, მანქანაში არ დაჩესო. მეგობრებო, მანქანაში არ რჩება, სახში რჩება. უბრალოდ ფერმაში რომ მოვდივარ, მაშინ ვდებ მანქანაში. თორე საღამოობით სახშია. ეხლა ვეთმა დაგვიფაროს. ესკობარმა თავისი გზა აიგო და წავიდა. წინ რამე შეგხვდება? მაინტერესებს ისევ თუ რამე გამოგჩა და თქვენ შეამჩნიეთ, კარგი მეგობრებო, გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ. ეხლა ვიფიქრე 1-2 ნაჭერი ქათამი არ დავდო მეთქი, თქვი მთელ ყუთს დავდებ. კარგი მეგობრებო. თუ კიდევ არის, უკეთ გამოჩდება. ამას ჭამა დიდხანში დება, სულ მცირე, ვიფიქრე, უკეთეს კადას მივირებთ. ამიტომ ეხლა 1-5 ძვადს გამოვიყენებთ. ზეინა დრეშენ გენდობი, გაიგე შვილო. ზეინა სად არის შვილო, მომიძებნეთ ის. ეხლა ძმა, ის ჩონჩხი სადაც ვიპოვეთ, სად იყო? მოდი იმ ხარეს წავიდეთ, ნახოთ იქ რამე სიახლეა თუ არა, მაინტერესებს. ბოლო დროს არ შეგხვედრია, მაგრამ ეს იღმლის ამბავია, გამოვა თუ არა, ვერაფერს ვიტყვი, იქნებ დღეს გამოვიდეს, არ ვიცით. მაგრამ ერთში დარწმუნებულიო, ფოტოხაფანგში იმ კადრს ზუსტად დავიჭერთ, ძმა. ეხლა საიდან გავიარეთ იმ ჩონჩხთან, შუიდან იყო.
მიდი ახლა 1-5 ცულებით იქ როგორ მივალ. აი ეს არის ის ადგილი, რომელიც საშიშად ჩავთვალეთ. პირდაპირ გავარგო ძმაო, იქ ეკელებში შევალ. სხვა გზა არ არის. ეხლა ნახეთ ამჯერად ზეინა მასზე დაწვა დაინახეთ ნახე ნუ აკეთებ ამას შვილო ნუ აკეთებ ამ სიბინძურეს ნუ აკეთებ ლამაზო ამჟამად აქ რაიმე სრულება ხედავ წინა დღესთან შედარებით ჩემს თვალში არაფერი მოხვედრილა ამ ჩონჩქს ალბათ ჯერ კიდევ არ შეხებიან ძმაო ნახე როგორც წინა დღეს დავტოვეთ ისე დგას ამას არავინ შეხებია ეხლა სად წავიდეთ ამას ვამბობდით ღამით აი იქით მოდი ამ ადგილის ცოტა ზემოთ ავიდეთ ერთი დავათვალიეროთ ძმაო ნახე რა ქნა ზეინა მის ზემოთ წვება და ასე სუნსტოვებს ზეინა ნუ აკეთებ ამას გოგო არ შეეხო მას კარგი აი აკეთებს უყურებ ეხლა ძმაო ეს ადგილი გაშლილს გავს მოდი აქედან იქით წავიდეთ სინამდვილეში აქ ძულების დასატოვებლად ძალიან კარგი ადგილია მოდი ზემოთაც შევხედოთ არ მინდა რომ გზის პირას იყოს მოდი ძმაო ხო ნახე აქედან ბუთხელ ადგილას გავდივართ კარგი ნახე აქედან თხის სიღრმეებისკენ მიდის ძმაო აქ ბალახები სულ დაწოლილია აქედან გაუვლიათ ნახოთ იქილებს შემთხვევით ბუნაგიც ვიპოვოთ მეთმა წარმატება მოგცეს მაინტერესებს რა შევხვდებით წინ ნახე აქ ბალახი სულ დაწოლილია აქედან გაუვლიათ ეხლა კვალს გავყვები ძმაო განავალი ბეწვის ნაგლეჯი ბალახის გათელვა სოკოს გატეხვა ხო გაიგე კვალზე უნდა გავყვეთ ნახე აქ რამდენი სოკო ამოსულა რიგრიგობით რიგრიგობით სინამდვილეში ეს ადგილი მომეწონა რა სიტყვით თან ბრწყელია ძვალი აქ რო დავდოთ ფოტოხაფანგი ხარო ხეზე დავაყენოთ როგორია აქ ძმაო ის ადგილი ცოტა უფრო მაღლაა მე მგონია რომ აქ კარგი ჩანს დაიცადე ესკო დაიცადე შვილო კარგი ეხა ნახეთ მოდი იმ ხეს მივხედო ძმაო ეს აქ როგორც ეტევა ისე დავდოთ სურათი ასე რომ დავაყენოთ კარგია თან ეს ადგილი გზიდან ცოტა მოშორებითა ყოველ შემთხვევაში თუ ცხოველი მოვა ადამიანს არ შეეშინდება აქ შვიდად შეჭამს თავის საჭმელს მეგობრებო ეხლა ფოტოხაფანგი აქ დავაყენე ესე დავამაგრე ეხლა მოდი ამის პარამეტრები დავაყენოთ ეხლა ამას ჩავთა კარგია ჩვენს ესდებარაძე დაახლოებით 6 საათის ჩაწერის დრო გვაქვს ეხლა ნახე მოდი ეს 10-ზე დავაყენოთ ნახე აი ასე როგორც ხედავ ეხლა გამოსახულებაც გამოვიდა ნახე კამერა ეხლა მუშაობს ერთი წუთით კუთხე უნდა მოვარგოთ ეხლა ნახე მოდი ეს ეხლა კამერა უკან მოვაბრუნე ასე უკან მოვაბრუნე ეხლა ნახეთ მეგობრებო მოდი ეს ეკრანი გვაჩვენე ნახე ეს ეკრანი ნახეთ ზუსტად სადაც ზვალია იქ კუთხეს მოვარგებთ ნახო ცოტა კაშკაშაა ცოტა ცუდად ჩანს გამოსახულება ხო მაგრამ ძვალს რა უყოთ აქედან ბალახი მოწყვიტო ეხლა ნახე ძვალი ზუსტად ასე რომ დავდოთ როგორია კუთხე კარგია ეხლა სენსორმა დააფიქსირა მოვსინჯვეთ
ან ძვალი. მოიცა, ცოტა უკან დავაბრუნოთ, ცოტა კიდე უკან დავაბრუნოთ. ეხლა თითქოს ცოტა უკეთესია. ეხლა აი ესე კარგია. ამას სინამდვილეში ესე სწორად რო დავაყენოთ. ცოტა ძაფიც უნდა დავაჭიმო, ხო ესეა? ეს კუთხე ძალიან კარგია. ეხლა მოდით მეგობრებო. ნახეთ, აი ესე ეხლა მე ჩამიწერია. ეს მოძრაობის სენსორითაა, ღამის ხედვით. როგორც ხედავთ, ჩამიწერია. ნახე. ამჟამად აქ ჩანს. ეხლა ამას სულად მოვაწყობთ. კარგი? ეხლა ჩვენი ჩანაწერი მზადაა. მოდი ცოტა ფორმა და სახე მივუსწოროთ ამას. აქედან გავიდეთ. მოიცა ეს პირდაპირ გამოვთოთ. მეგობრებო, ეხლა კამერის საქმე დავამთავრეთ, ამას აქ დავტოვებთ. ვიდეოს დასრულებისას კიდევ ერთხელ მოვალ და იქ ეს მოვაწესრიგებ. ეხლა მწყემსი მოვიდა, ამიტომ აქედან ცოტა შორს წავალთ, ნახოთ. ორივე ძაღლი გაბრაზდა იმით. მოდით ზევით ავიდეთ და გამოვიკვლევთ. იმიტომ რომ ამ მხარეს ღამით მოსულა გვინდოდა. ღამი ჯერ არ მოსულვათ, მოდი ჯერ ამ ფოტოკაპანის ამბავი გავიგოთ. კარგად გავიგოთ, რომელიც ცხოველია, მე ღამით მოვალთ, მაგრამ აქედან წასვლა შეუძლებელი ყოფილა. აქედან წასვლა არ შეიძლება, ძმა, მოდი. მაშინ იმ ჩვენს წინ არსებულ გზაზე გავაგრძელებთ. მოდით ნახოთ. ესკობარ, ზეინა, მოდით. აიდა, ჩემოლომებო. გაჩერდი ეს, კარგად ახვიდე, მოიცადე. აი ამ საბელით ძაღლების ტყეში გაყვანა ძნართულია, ხო იცი? მოდით შემოლომებო. უბრალოდ, აქედან არსად გასასვლელი არ არის. ამ ბუჩქებში უნდა გავიაროთ. სინამდვილეში, სწორედ იქ არის ის ადგილი, სადაც ისინი გაივლიან. რო შევხედოთ, ბილიკები ყველგან ოდნავ გადახრილია. ანუ იმ ცხოველებიდან ერთ-ერთი, რომელზეც ვფიქრობდით, აქ უკვე გასულა. მოდი ძმაო, ამ ბუჩქების გავლით გავაგრძელოთ. მეც უნდა ავიყვანო ძაღლები, ცოტა უფრო მაღლა და უსაფრთხოდ დავამაგრო. მოდი შვილო. მოდი. აი იმ ბუჩქს გადავწვდით. ის ბუჩქი წინ გადაგვეღობა, მის გამო ვერ გადავედით. ნახე, აქამდე ესეთ ადგილას არ შევსულვართ, მაო. ეხლა ზუსტად საშიში ადგილას ვართ, მე ამას ვამჩნევ. ისედაც იმ ცხოველს რო შეჭამეს, ზუსტად იმ ადგილის ზემოთ ვართ ეხლა. ნახე. ზუსტად მათი თავშესაფრის ერთ-ერთი ადგილია. ამ ბუჩქებში გავაგრძელოთ. ნახე, აქაც ბალახები დაწოლილია, ხედავ? მოდი ვნახოთ, აქ სადვე განავალს ვიპოვით. კვალს უნდა მივკვეთ. ტყეში ჩვენი მთავარი მიზანი, ამოცანა, კვალის პოვნაა, ძმაო. როცა კვალს ვიპოვით, მე ყველაფერი თავისით მოვა. უბრალოდ სადაც გავდივარ, ძალიან სახიფათოა. კიდევ ეკლიანი ხეებმა ძაღლების დაჭერა ცოტა გაგვიჭირდა. ხედავ შვილო, ზეინა. გადადი შვილო. მოდი. მოდი ჩემოლომო, მოდი. ხოჩახ ჩემოლომებო. მოიცადე ესკობარ, ყველგან გაიჭერი, აი აქ ერთი ძვალი არის. აქ კიდე ერთი თავის კალა. მოდი. ნახე. ხედავ? თანაც ახალია. ნახე. დაიცადე ესკო. აქაც ხეხემალია. ესკო გაიქეცი. ძმაო, ესკობარი ცოტა გაუშვათ ხელს მიშლის. ესკობარ, მოიცადე. დაიცადე შვილო. ერთი წუთით ფაშო. დაიცადე. გადადი. ნახე. პატარა თავის კალა. ხედავ? თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რა შეიძლება იყოს, მაო? მოდი, ეს ასე ავიღო. ამას რა პირია, ბიჭო? ცხოველს ყბა დაუნტვრევიათ. ერთი ერთ მხარესა, მეორე მხარეს. ნახე, ეს მეორეზე უფრო პატარაა. ხედავთ თავის სტრუქტურას. შეხედე ამას. აქ კიდევ ერთი ცხოველი დაახჩვეს და შეჭამეს. მე ხო გითხარით, ნახეთ, აქ რაღაც არის. ფოტოხაპანი ჩვენთვის ძალიან გამოსადეგი იქნება, მეგობრებო. ნახავთ, ნახეთ. აქაც ასე აქვს ხეხემალი. ეს აშკარად პატარა ცხოველია. მე მგონია, რომ ეს ტურა უნდა იყოს, თქვენ რას ფიქრობ? ზეინა, ისევ ბინძურ ადგილზე არ დაწვე. დაიცადე, ზეინაც გამოუშვა. წემსი ალბათ მიდის, გადი. ეს ხო არ დაიკარგოთ. თავი კიდევ ერთხელ უნდა შევისწავლოთ. გაჩერდი. ნახე, ეს ეხლა ხან უჭამიათ. აი როცა მის პირის სტრუქტურას და კბილებს უყურებთ, ხედავთ, რომ ამის კბილები ცოტა უფრო პატარაა. ეს მეგობრებო, დიდი ალბათობით გონი ტურა იყო, იცოდეთ. თქვენი აზრის მაინტერესებს. ტურა. კბილების სიმცირე ამას აჩვენებს. ხედავ მის პირის აგებულებას და ასეთ რაღაცებს. ნახე, ეს ახალია, სულ ახლა ხანს. ძველი რამ არ არის. მოდი სხვა ძვლებსაც შევხედოთ. ნახე, პატარაა. ზღვის ნატეხებს ხედავ? ნეტავეს ზაღლია.
მაგრამ თითქოს ის სხვა შაკალის თავი, რომელიც ვიპოვეთ, ეხლა ჩემთან არ არის. პატარა თავის რო ვიპოვეთ, ძალიან გავს მას. დაიცადე, აქ დიდი ძვალი იყო, სად არის? ძვალი. ნახე, აქაც ერთი დიდი ცხოველის ძვალია. კარგი, ეხლა ზუსტად იმ ადგილას ვარ, სადაც გვინდოდა, ძმაო. ზუსტად იმ ადგილას ვარ, სადაც გვინდოდა, მოდი. ეს სადრაციდან გამოათრიეს და შეჭამეს. მოუკვეთ. აჰა, ნახე. პატარა ძვლის ნაჭრები აქ გრძელდება. ნახე. ხედავ? ნახე, პატარა ძვლის ნაჭრებია. იქაცა. აქ რაღაცა დაუნტვრევიათ. ნახე. აქ რაღაცა დაუნტვრევია, ძმაო. ზეინა საწავიდა. ზეინა, მოდი აქ. ზეინა, მოდი არ დაიკარგო. ზეინა, მოდი შვილო. ძმაო, საწავიდა ეს ძაღლი. მოიცა სუნი ხო არ იგზნეს, მოდი ნახე. ალბათ სუნი იგზნეს, ძმაო. ნაჯახს ხელი მოვკიდოთ. ვინ იცის რა მოხდება? მოდი. ვა. აჰა, ზეინა იქიდან მოდის, ნახე. მან იქ რაღაც დაინახა. აქ კიდევ ერთი ახალი ძვალიას. ეს რა ფეხია, ბიჭო? ეს ფეხი არ არის. მე არასწორად ხედავ. ეს რის ფეხია, ბიჭო, ესეთი? ბიჭო, ეს ძალიან განსხვავებულ ცხოველს გავს. პირველად ხედავ ესეთ ფეხს, მეგობრებო. აი ეს მისი ფეხია. ეს კი ახალია, ხედავ? ჯერ კიდევ ძალიან ახალია. ნახე, მათი ადგილი სადღაც აქაა. ვაიმე, იცი რა. ფოტოხაფანგს აქ დავაყენებთ, ძმაო. ფოტოხაფანგს აქ დავაყენებთ. ჩვენ ახლა მათი ბუნაგი ვიპოვეთ. მოდი. ნახე, იქაური ბალახები ყველა გადახრილია, ნახე. ხედავ? მათი ბუნაგი ჩვენ ვიპოვეთ. ზეინა, ნახე, ამ მხრიდან სულს ირებს. მოდი ვნახოთ. გავაგზავნოთ აქაურობის დათვალიერება. ამ ერთმა ქნას გელიას შეხვდეს. ჩანაწერი შევწყვიტე, მეგობრებო. ცხემსი რომ მოვიდა, ძაღლები ისევ დავაბი. ნახეთ, აქ კიდევ ერთი თავი არის. მოდი. ხედავ? ნახე, ესეც ალბათ ძაღლია. ამას შეხედე. ამ გელია, ჩემი აზრით, ძმაო, ძაღლზე უფრო გრძელია. ტკბილებს შეხედე. მართლა მგელია, ძმაო, წინიდან შეხედე, მიდან შეხედე. ხედავ თუ არა თავის ფორმის სიბტყეს. მგელი. ნახე. აჰა. ხო გითხარით, ნახეთ. აქ მგელია, ძმაო, ეს ძაღლზე დიდია. თავის სტრუქტურა უფრო დიდი და განიერია. ცოტა გამოშვერილია. ეს მბლის თავია. კბილებიდანვე ხედავთ, საკმაოდ ძველია. სინამდვილეში, ჩემი აზრით, ეს არც ისე ძველია. არც ისე ძველია, ძმაო, მგელია. ნახე? გითხარით, აქ მგელიაო, ძმაო. ნახეთ, ხო? მგელია, ყველგან, ძმაო, ამ ყვალს უნდა გახვე. თუ რამეს გამოგეპარება, პრობლემა იქნება. ეხლა ესე წავიღოთ. მოდი ზედა მხარეს დავათვალიერებთ. ეს ცხენცი წავიდა? ძმაო, ცხენცი სერიოზულ პრობლემას მიქმნის. ძაღლები ხო არ დაგვესმიან, ზეინასაც გავუშვებ, ნახოთ. მინიმუმ ერთი მაინც ყავდეს ხელში. მოდი. მოდი ზევით გავაგზავნოთ. ნახე, მგლის თავით შეგხვდა. ნახეთ, ხო? მთელი სურათი აქაა. ეს რა, ბიჭო? რაღაც დავინახე, თითქოს გავარდა. მეშლება თუ მართლა დავინახე? ა? ეგონა რაღაცა გავარდა, ძმაო. მოდი ნახე. მთელი ამბავი აქ შიგნითაა, ძმაო. მთელი ამბავი აი აქაა. ნახე, აქ კიდე ცოტა ძვლის ნამსხვრევებია. ეს ცხვრია. ეს ცხვრის ნაჭერია. მგელი და ტურა ვიპოვეთ. მოდი ნახე. მთელი სურათი აქ შიგნითაა. გითხრათ რამე? რაც არ უნდა შეგხვდეს, აქ შეგხვდება, მგონი. აჰა, იქ კიდე ცოტა ძვლებია, მოდი. ვა! შვილო, ეს რა არის? შეხედე აქ. შვილო, აქ რა მოხდა, ა? შეხედე. აი შეხედე. უი, ეს კიდე ახალია. ზედა ნაწილი კიდე დამატლულია. შვილო, ეს რა ცხოველია? მოიხედე აქ. დაიცადე, აქ გაჩვენე, ვნახე. მოდი ესკობარ. კიდევ ერთი ვიპოვე, ძმა. აქ რა ხდება, ვერ გავიგე ამ დღეში.
მეც გეფიცები ვერ გავიგე, აქ შეხედე. ცხოველის ნეკნები და ყველაფერი შეუჭამიათ. ნახე, თავის სტრუქტურას და კბილებს ხედავ. თქვენი აზრით ეს რა შეიძლება იყოს? რას ფიქრობთ? მართლა ძმაო, ცხოველი შეჭამეს. ხედავ ხო ასეა? აიქაც კბილია. ნახე, აქაც თავის კალა, ვაუ. ბიჭო, მე რამდენი თავის კალაა ეს? ნახე. ამის კბილები პატარაა. ამის კბილები პატარაა. ნახე. ხედავ? ეს უფრო პატარაა. აქ ნამდვილი ფილმი გათამაშებულა, მეგობრებო. რაც არ უნდა იყოს, აქ არის. მე გითხარით თქვენ. რაც არ უნდა იყოს, აქ არის. ცხოველს შეხედე, ხერხემლები აქ არის. ფიცით გეუბნები. ეს ყველაფერი ახალია, ახალი. ახალია ძმაო შენი. მოდი ნახე, აქედან გავაგრძელოთ. კიდე რამე გამოვა? დავბრუნდეთ აქედან. მართლა ყველგან ძულებია. ყველგან ჩონჩხებია, მეგობრებო. ეს გზა სად მიდის? სინამდვილეში რო გავიარო აქედან, ძალიან კარგი იქნებოდა. ეხლა დროა ესკობარი გამოუშვა. ალბათ წრემსი წავიდა, ესენი წინ გაუშვა. თუ რაიმე საფრთხეა დაიჭირო. მოდი აქედან გადავიდეთ. სულიად მიუვალ ადგილებში შევდივართ, ხო იცი? ხელში, ნაჯახით. თუ რამე დაგვემართა, ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. შეიძლება უცებ ქვემოდან ამე გამოვიდეს და გვიკრინოს, მართლა. მოდი. მართლა ნახე ეს გლის თავი. მილი ხედავ? უზარმაზარია. ის რაც ვიპოვეთ. ნახე, აქ ყველაფერი დაწოლილია, ძმაო. აქ ყველაფერი დაწოლილია. დიდი ალბათობით ისინი სადღაც აქ ახლოს არიან. აქ ყველაფერი დაწოლილია. სადაც არ უნდა დარჩნენ, საჭმელს იქ მიიტანენ და იქ ჭამენ. როგორც ხედავთ, ასე პოულობენ მიყურებულ ადგილებს, მოხუთ ძულები აქ და სადაც უსაფრთხოდ მიაჩნიათ, იქ ჭამენ. სადაც უსაფრთხოა, იქ ჭამს ძმაო საჭმელს. აქ ამჯერინეს. ნახეთ, რამდენად რთული მიმართულება ვიპოვეთ. ნახე, აქაც ძვალი არის. ეს იმ წინა ცხოველისგანაა, ხო? მოდი. ეს იმ წინანდელისგანაა. შვილო, ეს რისი ფეხია ესეთი? პირველად ხედავ ესეთ ფეხს. ეს რისი ფეხია, მეგობრებო? ნახეთ, მისი ერთი ნაწილი იქ იყო, მეორე ნაწილი აქ მოიტანეს. ესენი დიდი ალბათობით ხროვად არიან. ყველა ერთ ნაწილს წვეთს, იფანტებიან და ჭამენ ძმაო. გააგე, იფანტებიან და ჭამენ. ყველა ერთ ნაჭერს იღებს და მიაქვს. მოდი. ნახე. აქ ძალასველია. ო, აქ კიდე ხერხემალია. ნახე, აქ დასავლებული ნეტავ, ტახი ხო არ არის ეგ? ნახე. კიდევ ერთი ხერხემალია. სხვანაირი ცხოველია. ნახე, ესეც ახალია. ხედავ. ესეც ახალია, მეგობრებო. ძმაო, სად მოხვდით, ვერ გავიგე. ფიცით გეუბნები, ესეც ახალია. კიდევ ერთი ხერხემალი, ნეტავ რომელი ცხოველისა? აქ ჩემი აზრით ის თურქეთის მიწებზე არსებული ლეოპარდია, ანატოლიური ლეოპარდი. ჩემი აზრით შეიძლება მათგან იყოს, გითხრათ. გუნი აქ ანატოლიური ლეოპარდია. სწორედ ასეთ საშიშ და პრობლემურ ადგილებში მივდივარ, ნახე. გადასვლისას ცოტა გვიჭის. გადაღებისას ძალიან გვიჭის. მაგრამ მაინტერესებს, ძმაო, მოდი. ყველა ადგილას, სადაც მივდივართ, კიდევ რაღაცას პოულობთ. ეკლებზე ფრთხილად იყავი. ეკლები ძალიან ცუდად ჩხვლეტენ. ალბათ აქედან მოდი. მოდი. ეს ეკლები პრობლემაა. ძაღლი. ეს კომოდი. ეს კომოდი. ძაღლი მოვიდა.
ზეინა სად არის? ზეინა მოდი, ზეინა მოდი გოგო მალე. ძაღლი მოვიდა ძმაო. ზეინა მოდი გაჩერდი ზეინა. მაშინ ძაღლები დავაბი, ერთი ძაღლი მოვიდა. ნახე, აქ კიდევ ერთი თავი არის. ხედავ? აქ კიდევ ერთი თავი არის, ძმაო. ეს ამ რაღაცის თავია. ეს ამ ხერხემლისა. კიდევ ერთი თავი არის, ძმაო. ალბათ ახლახანს დავინახეთ ეს. ჩვენი ის მეორე ნაპოვნი თავი აქ არის. ძმაო, ეგ ძაღლი ახლა საიდან მოვიდა? ჰა? ეს ძაღლი პრობლემებს შეგვიქმნის. ესკობართან. ზეინა შეიძლება დაესხას მას. საიცარ შვილო. მოდი. აქედან გავაგზავნოთ. მოდით მეგობრებო. ეს რა არის? აქ კიდე რაღაც არის. ეი, ჩვენ წინ ადგილას მოვედით. აჰა, ზუსტად ჩვენ ზემოთ. მოიცადე ესკო, მოდი. ესკო ხელიდან გამექცა, იმედია ძალთან არ მივა. დაიცადე ესკო, მოიცადე. ჩვენ ისევ იმ ადგილას მოვედით, ხედავთ? მეგობრებო, ისინი ნადალს აგროვებდნენ და ყოველთვის აქ ჩამდნენ. ამჟამინდელი ხედი ამას აჩვენებს. ამჯერად დაახლოებით 6-7 თავის მეტი ვიპოვეთ. ესენი ახლად ნაპოვნია, შეხედეთ სხვაობასაც ამასთან. ამის კბილები ძალიან დიდია. ეს 100%-ით მგელია, მეგობრებო, იცოდეთ. 100%-ით ეს ძაღლი მგელია. ძაღლს ვამბობ, მაგრამ ესეც ძაღლს გავს. ან მგელი, ესეც შეიძლება მდედრი მგელი იყოს. შეიძლება ეს მამრი მგელია, დედრი, ამიტომაცაა ესეთი გრძელი. იმიტომ რომ ამა თავის ფორმა ერთმანეთს გავს, ამას უკანა ნაწილი შეჭამეს. დამოკლებულია ძმაო. დიდი ალბათობით ერთ-ერთი მამრი მგელია, მეორე კი მდედრი მგელი, იცოდეთ. ეხლა მე ფოტოხაფანგს ვამზადებ. კარგი, ეხლა ნელ-ნელა ფერმაში გადავდივარ. იმედია დღეს საღამოს აქაუს საიდუმლოს გავხსნით, ნახოთ რა არის რა, რომელიც ცხოველია, ძალიან მაინტერესებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ბედზე შეიძლება შაკალი მოვიდეს, მგელი არ მოვიდეს. შეიძლება უცებ ანატოლიური ლეოპარდიც ნახო. ანუ არ ვიცით, მგელია შაკალი რომ მოვიდეს, ეს აგამორიცხავს იმას, რომ მგელი იქვე იყოს. რომელიც ცხოველის მოვა, ის შეჭამს. ამ საღამოს ინშალლა ყველაფერს გავიგებთ, მეგობრებო. თუ გინდათ რომ ამის ვიდეოც მოვიტანო, თუ გინდათ რომ კადრები გაგიზიაროთ, გთხოვთ, არ გამიტეხოთ. მოიწონეთ ეს ვიდეო, კარგი მოწონებების ბუმი მოვაწყვეთ. ამ ვიდეოს 5000 მოწონება მოუტანეთ და შემდეგ ჯერზე ჩვენი ფოტოხაფანგის კადრებს ვაგიზიარებთ. მიდით, ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არსზე გამოწერა. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯამთელად იყავით, მეგობრებო.